მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმები განათლების, ახალგაზრდობის მეცნიერების მინისტრს ბატონ გიორგი ამალახვარს, მოგესალმები ქალაქ თბილისის მერს, თადოცის მინისტრს, ვიცე-პრემიერს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს და სამინისტროს გუნდს და რასთავარია მოგესალმებით ახალგაზრდებს, რომლებიც ესწრებით დღევანდელ ღონისძიებას და ახალგაზრდებს, რომლებიც ტელევიზიის საშუალებით ადევნებენ თვალყურს ჩვენს დღევანდელ ღონისძიებას. საქართველოს ყავს გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდობა, თქვენი ნიჭის რეალიზება არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ თქვენი პიროვნული წარმატებისთვის, არამედ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა. ამიტომ ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა ჩვენი საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება. ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის უმთავრესი ინსტრუმენტი არის ბუნებრივია განათლების სისტემა. მზადდება და შემოდგომაზე საზოგადოებას წარუდგენთ ახალ გეგმას, 4 წლიან გეგმას, ჩვენი ქვეყნის განვითარების გეგმას, რომელიც განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმოს. ჩვენი მიზანია განახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ჩვენი ხედვით ვიცებრივად უნდა განახდეს მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს როგორც ცოდნის მიღების, ისე საკუთარი ინტერესების რეალიზებისთვის ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობა მიეცემათ. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივია ახალგაზრდებისთვის. ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, უნივერსიტეტებთან დაკავშირებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლების შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ესეც იქნება ჩვენი 4 წლიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. რა თქმა უნდა, პიროვნული განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნასთან ერთად ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდებში ეროვნულ პატრიოტული მუხტის გაღვივებას და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას. ამიზნით განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განათლების ყველა საფეხურზე შესაბამის რეფორმებს განახორციელებს. მინდა გამოვყო სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში იმგვარი გარემოს შექმნას, სადაც ეროვნულ პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის პატივისცემაზე, საერთაშორისო აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება აღიზრდება. ეს ხედვები ცხადია ახალგაზრდული პოლიტიკის ზოგად ხედვაში, სათანადოდ აისახება მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტო, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ეფექტიან და თანმიმდევრულ პოლიტიკას გაატარებს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ წელს ამოქმედება კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც ათასობით ახალგაზრდას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში სტაჟირების გავლის ძალიან ფართო შესაძლებლობას მისცემს. ეს იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ პროფესიულ ცხოვრებაში სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა პირველი ნაბიჯები წარმატებით გადადგან. ეს იქნება ამ ყველაფრის უნიკალური შესაძლებლობა. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საბოლოო სახეს იღებს ახალგაზრდებთან კონსულტაციების საფუძველს. ახლოს დღეებში სამინისტრო წარმოადგენს პირველად დოკუმენტს, პირველად ხედვას, ამის შემდეგ გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან და ამის შემდეგ ამის საფუძველზე უნდა დაიხვეწოს საბოლოო სახით ეს გეგმა და უკვე შემოდგომაზე დაიწყება ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის. ეს არის ჩვენი გეგმების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი. დღეს საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ბატონი გიორგი ამალახვარი წარადგენს დეტალურ გეგმას, ხედვას, იმასთან დაკავშირებით როგორ ხედავთ ჩვენ ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას. ეს მოიცავს როგორც ახალგაზრდების პროფესიული განვითარების, ისე დასაქმების მხარდაჭერას, ასევე მოიცავს მასშტაბურ შემეცნებით საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. ახალი გეგმა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოთ სხვადასხვა აქტივობაში, წარმოადგინოთ, განახორციელოთ ინოვაციური იდეები, საკუთარი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებაში. მე მინდა მადლობა გადაუხადო სამინისტროს ხელმძღვანელობას, პირადად მინისტრის მოადგილეებს, სამინისტრო თითოეულ თანამშრომელს იმ საქმიანობისთვის, რომელიც გაწეული იქნა მთელი ამ წლების განმავლობაში და ასევე იმ გეგმებისთვის, რომლებიც არის დასახული საომავლოდ.
ძალიან მნიშვნელოვანი ის გეგმა, რომელსაც დღეს გვექნება საუბარი და რა თქმა უნდა, გეგმაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ გეგმის სათანადო რეალიზება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არაჩვეულებრივი გუნდით ამ გეგმის სათანადო რეალიზებაც იქნება უზრუნველყოფილი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მინდა გისურვოთ წარმატებები.